თბილისში პირველი სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი ოფიციალურად ამოქმედდა. ინტერმოდალური ლოგისტიკური ცენტრი თბილისის მშრალი პორტი თბილისის აეროპორტთან 7 კილომეტრში მდებარეობს. ახალი ობიექტი საშუალებას იძლევა ფოთისა და ბათუმის პორტებში შესული კონტეინერები დედაქალაქისკენ გადმომისამართდეს და დასაწყობდეს, როგორც თბილისი დრაი პორტში განმარტავენ. გარდა ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ტვირთებისა, ლოგისტიკური ცენტრი განკუთვნილია შუა დერეფნისა და რეგიონის ქვეყნების ტვირთებისთვისაც და ამ მიმართულებით არაერთ ქვეყანასთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე პორტს წელიწადში 100,000 კონტეინერის დამუშავება შეუძლია. პროექტის სამივე ფაზის დასრულების შემდეგ კი მისი სიმძლავრე 200,000 კონტეინერამდე გაიზრდება. გათვლილი არის პირველი ფაზის პროექტის მიხედვით 100,000 კონტეინერზე და შემდეგ უკვე მეორე ფაზა ითვალისწინებს, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება 200,000 ერთეულ კონტეინერამდე მიაღწევს და პარალელურად ჩვენ ვიწყებთ უკვე საწყობების მშენებლობას, A-კლასის ტიპის საწყობების მშენებლობას, რომელიც მეორე ფაზით ჩვენ ავაშენებთ დაახლოებით 10,000 კვადრატული მეტრის საწყობს და შემდეგ უკვე ამას დაემატება კიდევ 50,000 კვადრატული მეტრის თანამედროვე A-კლასის ტიპის საწყობები. ფოთი და ბათუმი არის, რაც შეეხება საიმპორტო ტვირთებს და აგრეთვე ჩვენ რაც გაგვაჩნია საქართველოში საექსპორტო ტვირთები, გარკვეული რაოდენობა ტვირთების ზუსტად აქ მოხდება კონტეინერში და შემდეგ მოხდება მისი ტრანსპორტირება ფოთსა და ბათუმში და აგრეთვე ჩვენი ორიენტირებული ვართ ზუსტად რომ ვიყოთ დამაკავშირებელი ცენტრალურ აზიასა და საქართველოს ნავსადგურებს შორის და ჩვენ ამ მიმართულებითაც გვაქვს უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები მათ შორის ჩინელებთან და ჩინური ტვირთის შემოვა აქ გარკვეული რაოდენობით, აგრეთვე ყაზახეთთან და რა თქმა უნდა ჩვენს უახლოეს მეზობლებთან აზერბაიჯანთან და სასუნხეთთან. ყველა ტიპის ტვირთი, რომლის ტრანსპორტირება ხორციელდება კონტეინერით. მუშაობთ აქტიურად ასევე ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის ცენტრალური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე, რომელიც თავის თავში რა თქმა უნდა კომპლექსური ეკოსისტემაა. ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ეს არის მხოლოდ სატვირთო სატრანზიტო გადაზიდვები, ეს არის სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ოპერაციები, რომლის ფარგლებშიც იქნება დამატებითი ღირებულება და ამას შეაქვს წვლილი ჩვენს ეკონომიკაში. ზუსტად ასეთი პროექტების განვითარების სახით წარმოგვიდგენია ჩვენ შუა დერეფნის განვითარება, ეს არის მოდალური მნიშვნელოვანი სატერმინალო ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგცემს სხვადასხვა ტიპის ტვირთის დახარისხების და ტვირთის დამუშავების შესაბამისად დამატებითი ღირებულება შეიქმნება საქართველოში. ახალი ლოგისტიკური ცენტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი კომპანია აბუ-დაბი პორტს გრუპის, ნორვეგიული ვილჰელმსენ პორტ სერვისის და ადგილობრივი ინვეკოს ერთობლივი პროექტია და მის პირველ ფაზაში 21 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. როგორც პროექტის ოფიციალურ გახსნაზე აღინიშნა, ახალი ინფრასტრუქტურა როგორც საქართველოს სატრანსპორტო, ასევე შუა დერეფნის შესაძლებლობებს გააძლიერებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელიც შეემატა ჩვენს ქვეყანას. და ეს ობიექტი ჩვენს საზღვაო პორტებთან ერთად, როგორც არის ფოთის, ბათუმის და შემდეგ უკვე ანაკლიის პორტები, საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში. ის არა მხოლოდ ქართულ პორტებს მოემსახურება, არამედ საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბის და დეპოს ფუნქციასაც შეასრულებს. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს კონტეინერების დამუშავების და გადაადგილების ოპერაციებს, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან შუა დერეფნის მეშვეობით. ეს არის ჩვენი ვილჰელმსენ პორტ სერვისის და ინვეკოს ერთობლივი პროექტი. ეს დინამიკა ლოგისტიკური მასშტაბური ობიექტი არა მხოლოდ გააძლიერებს ვაჭრობას საქართველოსა და მთელ ცენტრალურ აზიასთან, არამედ გაამყარებს კომერციულ გამტარუნარიანობას აღმოსავლეთ-დასავლეთ შორის. ჩვენ გავატარებთ საწარმოო სამომხმარებლო ტვირთებს აზიიდან, მათ შორის ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით. ამ თანამშრომლობას უზრუნველყოფს ორი ქვეყნის ლიდერობა. ჩვენ ვაღრმავებთ ჩვენ სტრატეგიულ გლობალურ პარტნიორობას საქართველოსთან. ქვეყანაში ლოგისტიკური ცენტრების მნიშვნელობაზე საუბრობენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც. მათი თქმით, ახალი საპორტო ინფრასტრუქტურა ის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა, რაც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს მეტი ტვირთის მოზიდვაში დაეხმარება და ამავდროულად არსებულ საზღვაო პორტებს განტვირთავს. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ წარმოადგენთ ფოთის საზღვაო ნავსადგურს და თბილისში შენდება თბილისის მშრალი პორტი, გამორიცხული არის მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე სხვაგვარი ურთიერთობა. ჩვენ ყოველთვის თანამშრომლობთ, ახლაც აქტიურად თანამშრომლობთ. ეს იქნება ერთის მხრივ კარგი განმუხტვა, როგორც ასეთი ფოთის ნავსადგურში აკუმულირებული არის საკმაოდ დიდი ოდენობის კონტეინერები, აგრეთვე თქვენს რომ ფოთის გარშემო არის განვითარებული ოფ-დოკ ტერმინალები, მშრალი ტერმინალები და თბილისის მშრალი პორტი იქნება ერთ-ერთი
დამატებითი შესაძლებლობა, რაც ჩვენი დერეფნისთვის, ჩვენი ნავსადგურებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. მათ უკვე ექსპორტზე დატვირთული კონტეინერები შეუძლიათ თქვა ჩვენ გამოგვიგზავნონ და აქ უკვე უკეთესად განვითარდება ლოგისტიკის პროცესი, რადგან აღარ იქნება სავსე კონტეინერის ნავსადგურიდან თბილისში ტრანსპორტირება და მხოლოდ სარიელისგან დაბრუნება. აქ უკვე შესაძლებელი იქნება დამატებითი ლოგისტიკური ციკლი შეიქმნას და უკვე ჩვენ ვიმუშაოთ სავსე რეჟიმზე. თბილისის მშრალი პორტის მშენებლობა 3 ფაზადაა დაგეგმილი და საბოლოოდ ლოგისტიკურმა ცენტრმა 286,000 კვადრატული მეტრი ტერიტორია უნდა აითვისოს, მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი 60 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება.